ფიზიკა იცი? ფიზიკა ესე არ ვიცი. იცით რა, ადამიანებს გონია რომ ბევრი რაღაც ვიცით. შეიძლება სხვაებიც ფიქრობენ ჩვენზე რომ რაღაცები ვიცით. მაგრამ ამ ბოლო ჩემმა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ მაჩვენა რომ როცა მართლა რაღაცა ვიცი, მაგალითად ჩემი სფერო. რომელსაც ბევრი წელი დაუთმე ჩემი საყვარელი საქმიანობა, ეს ადამიანების უკავშირიდანაც ცხოვრებისეულ იდეასთანაც და ყველაფერთან მიმართებაში ჰარმონიაშია, მატერიალურადაც ძალიან პერსპექტიულია და ყველაფერს ავსებს, ასე ვთქვათ, რაც ადამიანის მოთხოვნილებები შეიძლება ჭირდებოდეს და თან მე თვითონ ვიცი რომ მაგარი ვარ მაგაში და მართლა რო გრძნობ და ვიცი როგორი მაგარი ვარ ამ კონკრეტულ რაღაცაში და მე სხვა სფეროს ცოდნაში წარმოვიდგენ საკუთარ თავს, ხვდები რომ ეს თუ არის სფეროს ცოდნა, მაშინ სხვა დანარჩენი არაფერი არ ვიცი, ალბათ. და ცხოვრებაში იცით რა არის მაგარი, როცა ერთ რაღაცა საქმიანობაში მაგარი ხართ და ვიცი ახლა ვინც მიყურავთ ბევრი თქვენგანი რაღაცაში ძალიან მაგარი იქნებით. შემდეგ შეგიძლიათ სხვისი დაფასებაც, ვინც სხვა რაღაცაშია მაგარი და თან თითქოს ფორმულა თუ გზაც იცით, როგორ უნდა გახდეთ სხვა რაღაცაშიც მაგარი, იმიტომ რომ უკვე ერთში იცით და თან ეს პატერნი რაღაცაში როგორ უნდა გახდეთ მაგარი და ეს სხვადასხვა რაღაცაც განსხვავებულია. ამის მიუხედავად, წარმატების მიღწევის გზა თითქმის ერთნაირია. თორემ მე მგონი აბსოლუტურად ვილაპარაკე, მაგრამ იმედია გასაგები იყო. და კიდე რა არის იცით, ერთ რაღაცაში რომ ვარ მე მაგარი, ეს მაძლევს იმის საშუალებას, რომ გქონდეს დანარჩენი დრო იმისთვის, რომ სხვა რაღაცეებზე ვიფიქრო უფრო მეტი. თუ არის მაგალითად ჩემი ჰობი ფიზიკა, ან მათემატიკა, ან ასტრონომია, ან რაღაცა ეგეთი, ხო? შემიძლია მაგისთვის დრო მქონდეს, მაგის შესასწავლად. როცა არაფერი არ იცი ცხოვრებაში კარგად, მაშინ ყველაფერი ცუდად იცი. და თან ბევრი დროც არ გაქვს სხვა რაღაცეებისთვის. მოჯობია ერთი რაღაცა კარგად იცოდე და შემდეგ უფრო სხვა რაღაცეებზეც იშილავ.